ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ზომიერად ძნელი. აი ამ ინდივიდუალური ბავშვისთვის ზომიერად ძნელი დავალებები ყველაფერში. ეს არის ერთ-ერთი მთავარი აღზრდის ოქროს წესი. ზომიერად ძნელი დავალებები. მეორე წესი, ოქროს წესი არის პირადი ცოცხალი მაგალითები. ჭკუის სწავლება და ჩიჩინი არ არის ნაყოფიერი. ხოლო არა, პატარობაში შეიძლება, მაგრამ ნაყოფი შედეგს არ გვაძლევს. ძალიან ცოტა შედეგს გვაძლევს. და მოზარდობის ასაკში უფრო ხშირად უკუქმედებას გვაძლევს. მაგრამ პირადი მაგალითი. მაშინ მშობელი უნდა აჩვენებდეს ავტორიტეტი ვინც არის. დედა, მამა თუ ბებია იქნება თუ მასწავლებელი, ის უნდა იყოს პირადი მაგალითი იმისა, რომ როგორ უნდა მოიქცე შენ. და როგორ უნდა იმეცადინო, როგორ უნდა იშრომო, როგორ უნდა იყო მოწესრიგებული და ასე შემდეგ. მაშინ პირადი მაგალითი და ზომიერად ძნელი დავალებები. და მესამე კიდე აუცილებელი, ის რომ რაც შეიძლება უნდა მოვარიდოთ გაჯეტებს ბავშვი. იმიტომ რომ ბავშვი თუ გაჯეტეს მიეჯაჭვა, იქ მორჩა. აი ჩათვალე რომ არა მარტო ნებისყოფა. გონება, ენობრივი უნარები, სოციალური უნარიანობა მორჩა, აი ყველაფერი მოისპობა. ესე იგი ეს ეკრანომანია არის ისეთივე ავადმყოფური ადიქცია, როგორიც არის ნარკომანია.